ეს არის ნაკვეთი, სადაც ფერმერმა გელა ჯინჭარაულმა დათესა კარტოფილი ბაქტოფერტთან ერთად. ამ ნაკვეთშიც გარდა ბაქტოფერტისა არანაირი სასუქი არ არის გამოყენებული, ფოთლიდან გამოკვების დროს არის მიცემული ჯეოგუმატი და რა თქმა უნდა ფუნგიციდები გვაქვს გამოყენებული, მაგრამ ისიც არა იმ რაოდენობით, რაც ჩვეულებრივ შემთხვევაში ხდება ხოლმე, როდესაც კარტოფილს ვთესავთ. ფუნგიციდების გამოყენების რაოდენობაც იყო მინიმალური. რაც შეეხება მოსავლიანობას, ჩვენ ვიყავით ნაკვეთში, სადაც იყო გამოყენებული მინერალური სასუქები და ნახეთ, რომ 20 ტონამდე საშუალოდ, რაც ჩვენ გამოვიანგარიშეთ, მოსავალი ან მიაღწევს, ან არ მიაღწევს. არც სიმსხო არ აქვს, ანუ საბაზრე ღირებულებაც ნაკლები აქვს პროდუქციას. აი ამ შემთხვევაში უკვე, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ნაკვეთი მინიმუმ 30 ტონა მოსავალს ამოიღებს ნაკვეთიდან, მინიმუმ 30 ტონა მოსავალს ამოიღებს და რა თქმა უნდა ეს 30 ტონა აისახება იმაში, რომ მოსავლის ხარისხობრივი მაჩვენებელი, ანუ საბაზრე ღირებულებას და თვითონ ხარისხობრივი მაჩვენებელის პროდუქციის იქნება იდეალური. ჩვენ ხედავთ თუ რამხელა კარტოფილები ამოდის. ამიტომ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ შედეგით და ამას მომავალში უკვე გავაფართოვებთ და თიანეთის რაიონში ბაქტოფერტის გამოყენება უფრო მასიურად დაიწყება. შედეგი თვალსაჩინოა და სახეზეა, ამიტომ გირჩევთ ყველას, ვისაც გნებავთ რომ მიიღოთ მაღალი, მიიღოთ ხარისხიანი და ბიოლოგიურად სუფთა მოსავალი, გამოიყენეთ ბაქტოფერტი თესვასთან ერთად, მიიღებთ აუცილებლად შედეგს. მოგესალმებით, ვიმყოფებით ჩვენ თიანეთის რაიონის სოფელ გულელებში, სადაც ჩვენ ვაწარმოებთ მეკარტოფილეობას. გვაქვს დაახლოებით 14 ჰექტარზე დათესილი ჯელი. წელს წინა წლებთან შედარებით მოსავალს არ აუშავდა რა, უკეთესი არის. არ დაუსეტყვია, არაფერი არ გაუფუჭებია, მაგრამ მაინც დამაკმაყოფილებელი შედეგი ვერ აქვს მიღწეული. სტანდარტულად გამოვიყენეთ 250 კილოგრამი საჰექტარო NPK, 300 კილოგრამი ამონიუმის გვარჯილა. შესაბამისად, რაც ეკუთვნოდა მოვლის და შეწამლას კულტურისას, ყველაფერი ფუნგიციდი, ჰერბიციდი, რაც აქვს მცენარეს გამოსაყენებლად გეგმები და ნორმით გათვალისწინებული, ყველაფერი გამოყენებული იქნა. მაგრამ დადებითი შედეგი მაინც და მაინც არ არის, რომელიც რო ჩვენი ინტერესი იყო საშუალოდ საჰექტარო 25 ტონა მაინც მოსულიყო, მაგრამ 25 ტონა აქედან უკვე არ გამოვა სასურსათი. სასურსათი საშუალოდ 18-20 ტონა შეიძლება გამოგვივიდეს. აიცი, ჯობდა რომ გამოგვეყენებინა ჩვენ ბაქტოფერტი და ჯეოჰუმატი, სადაც რომელიც გამოვიყენეთ საცდელ ნაკვეთში 1 ჰექტარზე და აშკარა დიდი სხვაობა და უკეთესი შედეგები მოგვცა. ამცი გეგმავთ სამომავლოდ უკვე აგრონომთან ერთად, რომელიც გაგვიწევს რეკომენდაციას, ვიხელმძღვანელოთ და ვიმუშაოთ ბიოლოგიური სასუქით, ანუ ეს ბაქტოფერტით და ჯეოჰუმატით. შესაბამისად, მოსავალსაც მოვიწევთ რაოდენობაში უკეთეს, მაღალი ხარისხისას და რაც მთავარია ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალურს, რომელთაც მოამარაგებთ თბილისის მოსახლეობას. ეს წელს აღარ მოხერხდება, სამომავლოდ შეიძლება გავაკეთოთ რაღაც ასეთი, რომ ცალკე გაიყიდოს, რაღაც ნიშანი მიეცეს.
და ეს თუ დახმარება იქნება თავისთავად მთავრობიდან ან სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ან რომის შესაბამისი სამსახურებიდან უკეთესი იქნება ჩვენთვისაც, რომ აქ თიანეთში მოწეულ ნატურალურ პროდუქციას თავისი ფასი დაედოს, არ იყიდებოდეს შხამქიმიკატით გაჯერებული თიანეთის სახელით. თიანეთის პროდუქციას და თიანეთში და ერწოში ნაწარმოებულ პროდუქციას ყავდეს მომხმარებელი, რომელიც მართლა რომ კმაყოფილი დარჩება. სიმინდში, რომელიც ჩვენ ამასწინად გადავიღეთ, სადაც გამოყენებულია სასუქი ბაქტოფერტი და თხევადი სტიმულატორი ჯეოგუმატი. აი ხედავთ უკვე დღეს ჩვენ უკვე ტარო ჩამოყალიბებულია თითქმის. დღეს არის 10 სექტემბერი და სადღაც თვის ბოლოსთვის სავარაუდოდ უკვე ამ სიმინდს ავიღებთ. როგორც ხედავთ, მცენარე საკმაოდ ძლიერია. ტარო ძალიან კარგად აქვს განვითარებული, როგორც შემოწერილობით, ასევე სიგრძით. მცენარე კვლავ გამოიყურება იდეალურად, მიუხედავად იმის, რომ აქ თიანეთის რაიონში დღეისთვისაც აი რასაც ნიადაგს უყურებთ ჩვენ საკმაოდ კარგი გვალვაა და გარშემო რასაც უყურებთ სიმინდებს ყველა ხმობის პროცესშია წასული, მაგრამ დღეისთვის ეს სიმინდი ჯერ ისევ მუშაობს და იყალიბებს ტაროს, ანუ მარცვალს კიდევ ხარისხს უფრო მაღლად აწევს, რაც რა თქმა უნდა საკვები მასალისთვის ეს უკეთესი იქნება, იმიტომ რომ აქ პროტეინების რაოდენობა მაღალი, როდესაც იქნება საკვები ღირებულებაც, რა თქმა უნდა ამ სიმინდს ექნება მაღალი. ანუ თითო მცენარეს აქვს ორი ტარო, მთლიან ნაკვეთში რაც დავათვალიერეთ, დაახლოებით სადღაც 80%-ს ორ-ორი ტარო აქვს განვითარებული და ამ ორივე ტაროდან ორივე სრულად შევსებულია, რაც იმის იმედს იძლევა, რომ საკმაოდ კარგი მოსავალი უნდა იყოს სიმინდის. დღევანდელი გადასახადიდან იდეალური მდგომარეობაა ამ ნაკვეთში. ნახოთ, ამ მოსავლის აღებასაც აუცილებლად გადავიღებთ. დანარჩენს რა ვიცი, აი ხედავთ, ორი იდეალური ტაროები აქვს, როგორ ბოლომდეა შევსებული ტარო. წონითაც საკმაოდ კარგი წონა აქვს, ასე რომ უნდა ვთქვათ, ეს აუცილებლად რომ ბაქტოფერტმა ამ შემთხვევაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ შემთხვევაში. აქ მხოლოდ და მხოლოდ გამოყენებულია ბაქტოფერტი და გამოყენებულია ორი ფოთლიდან შესხურება ჯეოგუმატის. მეტი აქ არაფერი არ ჩატარებულა საერთოდ. შედეგს ჩვენ თვითონ თვალნათლივ ხედავთ.